მოგლეთ ვალიკო, მე მზად ვარ. ხო და დანარჩენი ყველაფერი მზად არის, ამდენ ხან შეგვიძლია დავიწყოთ. ზუსტად 5 წუთში შეიძლება დავიწყოთ რა. 5 წუთში? ხო, 5 წუთი. კარგი, ანუ განათებას დააყენებ? ყველაფერი. დამოდით, გამარჯობა. ოთარ, შენ ხო იცი რომ მე შენ გადაცემაშიც ვარ და თან ექსკურსია მძღოლიც ვარ. რისი ექსკურსია მძღოლი ხარ? აი ესე დავდივარ და ვათვალიერებინე ბავშვებს საერთოდ გადაცემ. აი მოკლედ, ბავშვებო, ეს არის აი აქ იწერება ღამის შოუ. აი ნახეთ. ეს არის ოთარ ტატიშვილი, მიესალმეთ. ეს არის ბენდი. აი ეს არის ბატონი ვალიკო, მიესალმეთ. ხო და აი აქ იწერება ეს გადაცემები. ეხლა წადით თქვენ საყვარელ ტელეწამყვანთან გადაიღეთ სურათი და მე გავაგრძელოთ ექსკურსია. კარგი, ხო. ძალიან კარგი, მშვენიერია. წავედით, აბა გავაგრძელეთ, სხვა გადაცემებში უნდა წავიდეთ. წავედით. ლას-ვეგასში გათენდა, მზე ახლა ამოვიდა, ვაშინგტონში შუა დღეა, კაცმაც წამოვიდა, ამსტერდამში ახლა 7 საათია, ვიტრინაში დგანან მონიკა, ჯენიფერი, სამანტა, გაბრიელა და ნატია. ტოკიოში შუა ღამეა, რობოტებსაც ეძინება, სეულში კი ფიქრობენ ის თუ არა, ფხენიანთა შევიგება, თბილისში ახლა ტელევიზორთან ადგილს იკავებს ყველა, გამარჯობა, ღამის შოუ იწყება. ბატონებო და ბატონებო, ოთარ ტატიშვილი. დღეს აღინიშნება პოლიციის დღე. მე მინდა მიულოცო ყველა პოლიციელს დღევანდელი დღე და მოგიწოდოთ მოსახლეობას, რომ წელიწადში ერთხელ მაინც ხალხო დავაფასოთ ჩვენი პოლიცია, დავსხდეთ ახლა სახლში, კარგად გემრიელად დავლიოთ, ვადღეგრძელოთ ჩვენი პოლიცია და შემდეგ გამოვიდეთ, დავსხდეთ საჭესთან, ვიაროთ ქუჩაში მანქანით, მთვრალებმა და 200 ლარი ვაჩუქოთ ჩვენ პატრონს. ამას თავაზობ. ძალიან საინტერესო ინფორმაციაა გაე რომ გამოაცხადა რომ მოსახლეობა ისე სწრაფად იზრდება და საჭმელი ისე სწრაფად მცირდება რომ ძალიან ცოტა ხანში შეიძლება ქვეყანაში სურსათის დეფიციტი გაჩნდესო, სურსათის პრობლემა იყოსო და მოკლედ შიმშილით რო არ დავიხოცოთო, დავიწყოთ მწერების ჭამაო. იმიტომ რომ მწერები შეიცავს დიდი რაოდენობით საკვებ ნივთიერებასო. ნუ ახლა მე როგორც ექიმი ვეთანხმები, კი ბატონო, გეთანხმებით რომ მწერები შეიცავს, ნამდვილად შეიცავს დიდი რაოდენობით საკვებ ნივთიერებას და მე წარმომიდგენია უკვე რომ გაჩნდება ახალი კერძები ქართულ სუფრაზე. აი მაგალითად, ხოჭოპური. შემდეგ ბუზბაში. ხინკალია. ვისაც გიყვართ ხინკალია, არაჩვეულებრივია. და შემდეგ ჩრჩილხირთმა. და ასე ვთქვათ, დელიკატესი, ობობას ტორტი და კოღოს ბარკლები. არაჩვეულებრივია. ბატონი მიხეილ სააკაშვილი შეხვდა სტუდენტებს, მოგეხსენებათ, სადაც მან განაცხადა, რომ აი ხო გახსოვთო ნერონმაო თავის ცხენის სენატში რო აირჩიაო. ნუ მხოლოდ ეს გაჟღერდა რატომღაც ამ შეხვედრიდან და მე მოვიპოვე სრული ჩანაწერი და ახლა მოგიყვებით იქ რა ხდებოდა სინამდვილეში. მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ნერონმა თავის ცხენი აირჩია რომის სენატშიო. რაზედაც სტუდენტებმა გაკვირვებით კითხეს, რომ ბატონო პრეზიდენტო, რომელი ცხენიო? რა რომელი ცხენიო? როგორ არიცით რა რომელი? როსინანტიო. როსინანტი ერთი ცხელი ყავდაო, სულ ნერონსო და როსინანტიო? როსინანტი რომელი ცხენიაო? სტუდენტები ეუბნებიან. რას ქვია რომელი ცხენიაო? როსინანტიო ისო, კაცო, ძალა გამოცლილი რო ეგდო სიკვდილის პირას მისული და ბავშვებმა რო იპოვესო, იმ ბავშვების დედა მაწონს რო ყიდდაო. ხო ეგ არისო როსინანტი, აბა რას მეკითხები თუ ეგ არის როსინანტი? მეტი რა როსინანტი? კი, მაგრამ ბატონო პრეზიდენტო, ეგო ვირი არისო?
რა ვირიო? როგორ იყო ვირიო, კაცო? ვირიო ის იყო ღვინია, რო გადაიჩეხაო. ასე დასრულდა ეს ამბავი. სხვათა შორის ბატონ ბიძინა ივანიშვილსაც არ ჰქონდა იოლი კვირა, მას ჰქონდა ჟურნალისტებთან შეხვედრა, მოგეხსენებათ და რუსთავი 2-ის შეკითხვაზე ისე გაბრაზდა, რომ მე-9 არხის 3-ის შეკითხვა დაჭირდა დასაწყნარებლად. სხვათა შორის მე-9 არხმა მიიღო მილიონიანი გრანტი. $1 მილიონ გრანტი ერთ-ერთი არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაციისგან. აი ამას ქვია ხალხო, გაჭირვებულს ქვა აღმართში დაეწიაო. ოღონდ პირიქით, რა თქმა უნდა. პირიქით. დაუბრუნდეთ ჟურნალისტების და ბატონი ბიძინა ივანიშვილის შეხვედრას. მე მაგალითად ამ შეხვედრის სულ სხვა ნაწილი მომეწონა და ახლა გთავაზობთ ამ ვიდეოს. გთხოვთ. და შეკითხვა ასეთი. ჩვენი სახელმწიფოს მიერ ინტეგრაციისადმი მკვეთრად გამოხატული კურსი გოვალდებულებს ენერგოეფექტურობისა და ენერგოდაზღვების კანონმდებლობის შემუშავებას და რეალური ნაბიჯების გადადგმას. აი რა კეთდება მთავრობის მხრიდან ამ კუთხით და აპირებს თუ არა საბიუჯეტო შენობების ენერგოაუდიტს, რომელიც სპეციალისტთა გათვლებით 50 მილიონამდე ლარის თანხების დაზოგვის საშუალებას მოგვცემს. მადლობთ. საბიუჯეტო შენობების ენერგოაუდიტს თუ აპირებთ, რომელიც სპეციალისტების გათვლებით მოგვცემს საბიუჯეტო თანხების 50 მილიონამდე. ასეთი. ბატონო ბიძინა, დედას გეფიცები, მეც ვერაფერი ვერ გავიგე. ვერაფერი გავიგე. კარგი, მოგეხსენებათ, რომ ახლა ახლოვდება დამოუკიდებლობის დღე, შესაბამისად ახლოვდება ამ დღისადმი მიძღვნილი აღლუმი და დღევანდელი ხელისუფლება ხო ყველაფერს პირიქით აკეთებს, რასაც წინა ხელისუფლება აკეთებდა. წინა ხელისუფლების პირობებში აღლუმი თუ ასე იყო, რომ ხალხი იდგა გზის ნაპირას და გზაზე გადიოდა ჯარი და ტექნიკა, ახლა იქნება პირიქით. ასე დადგება ტექნიკა და შუაში გაივლის ჩვეულებრივი ხალხი. და ამ ტექნიკის დემონსტრაცია მოხდება საქართველოს 25 ქალაქში, რათა მთელმა მსოფლიომ დაინახოს, რომ ჩვენ უკვე 25 ტანკი გვყავს. და ბოლოს მომავალ კვირაში არის მომავალ კვირას გაიმართება ჩემპიონთა ლიგის ფინალი. მოგეხსენებათ, მე როგორ ვინერვიულე და როგორ განვიცადე ის ფაქტი, რომ ჩემი საყვარელი ბარსელონა ვერ მოხვდა წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში, ძალიან დარდობდი, თუმცა აღმოვაჩინე ერთი არაბი სპორტული კომენტატორი, რომელიც თურმე ჩემზე მეტად შეწუხდა, ჩემზე მეტად დარდობდა და უფრო ახლოს მიიტანა გულთან ეს პრობლემა. აი ვნახოთ. ასეთი და ამდაგვარი. მე ასე ნამდვილად არ მოვთქვავდი, მაგრამ მე ძალიან განვიცადე. მოკლედ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდება მიუნხენის ბაიერნი და დორტმუნდის ბორუსია, ჩვენ კი გაგიკვირდებათ და ვიწყებთ ღამის შოუს. გადაცემის შემდეგი რუბრიკა გახლავთ მანანა ვარ მანანა, ოღონდ თოდაძე. ძალიან გთხოვთ, კობახიძეში არ შეგეშალოთ. აი ესეთია რუბრიკის სახელწოდება და რუბრიკის სტუმარია ქალბატონი მანანა თოდაძე, გთხოვთ. საგამშვიდობის ქალბატონმა მოგესალმებით, მართლა ძალიან მოგვანატრეთ თავი თქვენ თაყვანისმცემლებს სრულიად საქართველოს. როგორ ძანდებით ახლა მითხარით? კარგად. აქ თქვენთან რომ ვარ, კარგად. ძალიან კარგი. ან ჩემთან მოსვლას რომ გადაწყვეტ, ესე იგი ხართ კარგად. 31 მაისს არის თქვენი კონცერტი. ორი სიტყვით მოგვიყევით, რა ხდება ამ კონცერტზე, ვინ იმღერებს თქვენს გარდა და ასე შემდეგ.
მოკლედ 31 მაისს ტარდება კონცერტი, ჩემი სოლო კონცერტი, მაგრამ ჩემი მეგობრები მიიღებენ მონაწილეობას, ჩემთან ერთად იმღერებს ნოდიკო ტატიშვილი, დუეტი მაქვს გაკეთებული. ნიჭიერი ხალხი ვართ ეს ტატიშვილები. რა საკვირველი. დიდი მადლობა ხალხო, დიდი მადლობა. ნამდვილად ვახტანგ ტატიშვილი დარბაში იქნება. ვახტანგ ტატიშვილი დარბაში. ესე იგი ნოდიკო ტატიშვილის სცენაზე ვახტანგ და ოთარ ტატიშვილები ოჯახები დარბაში. მარტო მე დავთვალე უკვე 7 მოსაწვევი მინდა. დიდი მადლობა ხალხო, დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ხო, რატი დურგლიშვილი. დურგლიშვილი. თეატრალური კვარტეტი. აჰა, გასაგებია. ჩვენი უნიჭიერესი ახალგაზრდა მომღერლები იქნებიან თქვენს მოსკოვიდან ჩამოდის ჩემი ქალიშვილი ლეილა, რომელიც იმღერებს ამ. რომელიც ასევე ძალიან გვენატრება ყველას. კი, ლეილას იცნობენ ხმით. მაგრამ ვიზუალურად არავის არ უნახია და ყველა საინტერესებს და ეს ზუსტად 31-ში ნახავთ, გაიცნობთ ლეილასაც. მე როგორც ვიცი ეს ძალიან ესეთი მეგობრული ის იქნება საღამო და ეს ასე არ დამთავრდება საკონცერტო დარბაზში, მე გაგრძელება ექნება ამას, მე ის უფრო მაინტერესებს საკეიფობთ მე. ჯერ საიდუმლოა. ჯერ არა. კიდე არიან მონაწილეები. ჩამოთვალეთ კი ბატონო, ეს საიდუმლოდ შევინახოთ, თორე თუ მოგვადგა ყველა, მე საშიშია ნახოთ. მე გუფის რა მოიშორებს ხალბატონო მანალა. ლიკა დოლიძე ჩამოდის მოსკოვიდან და გიორგი მელიქიშვილი. აი სხვათა შორის ნაკლებად იცნობენ, საზოგადოება ნაკლებად. გიორგი მელიქიშვილი სხვა არის, მელიქიშვილის გამზირი არა. არა. გიორგი მელიქიშვილი. ნუ რა ვიცი, აი მე მგონი საკმარისია, მეც ხომ უნდა ვიმღერო ბოლოს და ბოლოს. რა თქმა უნდა. აი უკვე მომზადებული მქონდა კონტრშეკითხვა, რომ კიდე ერთი ორი მომღერალი რო ჩამოგეთვალათ, მეგონება ადგილი აღარ იქნებოდა. ადგილი აღარ დარჩებოდა და არ იმღერებდით. კი ბატონო, მე ვნახე კონცერტის სახელწოდება, თუ არ ვცდები, როგორ მომენატრეთ ყველა, ხო, ასე ქვია ამ კონცერტს. ანუ თქვენს გენატრებით, ხო, მარტო ჩვენ არ გენატრებით, აღიარეთ ეს. საკვირველია, რასაკ 10 წელია არ ჩამიტარებია სოლო კონცერტი, ბოლოს სოლო კონცერტი იყო 10 წლის წინ. და ეს 10 წელია ვემზადები და როგორც იქნა ძლივს მოახერხე და მე ვიცი რომ ახალი სიმღერებით შესრულდება. კი, რა საკვირველია, ახალი სიმღერას თქვენ დღეს ჩვენ ექსკლუზიურად კი ბატონო ეს შევსრულებთ ღამის შოუში ოთარ ტატიშვილთან ერთად, სადაც მღერის ხოლმე თეა. ასე ქვია ამ გადაცემას დღეიდან. არჩეულო მისაღელი არ მოხდა. ღამის შოუ ოთარ ტატიშვილთან ერთად, სადაც მღერის ხოლმე თეა. და რაღაცებს უტყაპუნებს. მე თეა შესანიშნავად მღერის, მინდა ძალიან. ერთხელ დაპატიჟეთ ამღერეთ თქვენ კონცერტზე თეა. სიამოვნებით ვამღერებთ. ამისთან მომღეროს ნამ. ოღონდ გუფის გარეშე, იმიტომ რომ ერთად თვრალები მოვლენ. მარტო კარგი, თქვენ ცხოვრობთ რუსეთში. ბოლო პერიოდია მოსკოვის ცხოვრება. ქართულ ტელეარხებს იჭერს ხო, იქ უყურებთ. რას ამბობენ რუსეთში? ოთარ ტატიშვილი ცეკვებიდან უნდა გამოეგდოთო? არ უნდა გამოეგდო. არ უნდა გამოეგდო. ასე ამბობენ რუსეთში. აი ბოლო 20 წლის განმავლობაში ძლივს რაღაცა პოზიტიური გავიგონე რუსეთიდან. რო არ უნდა გამოაგდო ოთარ ტატიშვილი. მართალია, თქვენ როგორ თვლით? თქვენ ხო ეთანხმებით ამას, რომ მე ვარ დაჩაგრული? დაჩაგრეს? კი. დაჩაგრული, სხვათა შორის. მაგრამ პერსპექტივა არის. პერსპექტივა. მანამდე არ გეტკინათ არაფერი, გალბატონო, მე კიდე ცეკვა არ დავიწყო. უფრო სოლო კონცერტს ჩავატარებ თქვენსავით, ვიდრე ცეკვას დავიწყო. კი ბატონო, სოლო კონცერტი. ახლა რა მინდა კიდე? როდესაც მე ცეკვებიდან გამომაგდეს, მე რომ გადავხედე ჩემ მოღვაწეობას, თქვენ მე მგონი ერთადერთი ადამიანი ხართ, ვისაც ამ თემაზე არ მისაუბრია და მაცადეთ ცოტა დავიცლები რა. ესე იგი, თქვენი ერთი სიმღერა გამახსენდა, ძალიან პოპულარული სიმღერა და შემდეგ აი ამ სიმღერაზე პატარა კლიპი გავაკეთეთ. მართლა? კი, მუსიკალური, როგორც ჩემი ერთ-ერთი მეზობელი ამბობს, ცლიპი. ხო, ასე გადათარგმნი, კლიპი, ცლიპი. მე მგონი თქვენ გაინტერესებთ რა ხდება ამ კლიპში, ხო? ძალიან მაინტერესებს. აი თუ შეიძლება გაუშვათ და ვანახოთ ხალბატონ მანანას ეს კლიპი. Estamos
კლიპი ხომ მოგეწონათ? ძალიან. ისე მართლა რა საცოდავად დაუბაჯბაჯებდი ალბათ. ახლა ცოტა ობიექტური თვალით შევხედე და ასე რომ მე მგონი რუსები ამაშიც ცდებიან. უნდა გავეგდეთ. მაგრამ ძალიან მიყვარხართ და ამიტომ ყველაფერს პატიობ. ყველაფერს პატიობენ. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ხალხო, ახლა თქვენ ერთ სიმღერა გამახსენდა კიდე. ასეა თუ ისეა, ყველაფერი რიგზეა. იძირება გემი, მაგრამ ყველაფერი რიგზეა. იმ დღეს რესტორანთან გავიარე და ნაციონალები მღეროდნენ ამ სიმღერას. მეცაც გეტყვით, თურმე პარტიის ჰიმნად უნდათ, რომ დავიღუპე. ხო. ან ხო წარმოგიდგენიათ ყრილობა როა პარტიის და ასეა თუ ისეა. ყველაფერი რიგზეა. ისე ამ არა, მაგ სიმღერას აუცილებლად ვიმღერებ კონცერტს. იმღერებთ, ხო? აუცილებლად. ეს საკმაოდ ძველი სიმღერაა. ძალიან ძველია, მაგრამ მე ხლა ახლებურად გავაკეთე, ახალი ხო, რაღაც ახალი იქნება, ახალი რიტმი, არანჟირება. ძალიან საინტერესოა. მე აი რა მაინტერესებს, თქვენ ქართულ ესტრადას თუ ადევნებდით თვალყურს? ვადევნებ რეგულარულად. ანუ სულ აი ეს 10 წლის განმავლობაში რაც საქართველოში არ ცხოვრობთ, ხო, იცით ის იმიტომ რომ ეს ორი ძირითადი მიმართულება ჩამოყალიბდა ბოლოსკენ, უკვე ბოლო 4 წელი, ან ერთი უნდა აგერჩია, ან მეორე, ესე იგი ერთი იყო ტოტო კუტუნიო და მეორე ბერა. ხო და 1 ოქტომბერს გადაწყდა რომ უახლოესი 4 წელი მაინც რეპი იქნება უფრო მნიშვნელოვანი საქართველოში. ხო არ აპირებს ბერა თქვენთან სიმღერას? ესე თქვენი სიმღერა რომ გარეპოთ? სხვადასხვა ბევრი კარგი სიმღერა, მაგრამ რომელიც შეიძლება აი მაგალითად რომელს გარეპავდით? რომ ნებისმიერი შეიძლება. აი მაგალითად ასეა თუ ისე, ან არა, არ მინდა მეტი. არა, არ მინდა. მოუხდება მაგ სიმღერას. მოუხდება. ძალიან მაგარი, არა, კარგია. კარგი, ეს ძალიან მომეწონა. კარგი. და მითხარით ახლა სიახლე კიდე თუ არა მე თქვენ ცხოვრებაში და ნელ-ნელა დაგემშვიდობებით. გარდა ამ კონცერტისა, მიხარია რომ არაჩვეულებრივად გამოიყურებით. მე მინდა გითხრათ რომ მანათოდაძე არ იცვლება ხალხო. ნამდვილად არ იცვლება. არაჩვეულებრივად ულამაზესად ახალგაზრდულად გამოიყურებით და სიახლე რა არის კიდე რაც ყველას გაგვეხარდება თუ გაქვთ რამე ასეთი სიახლე. ნუ სიახლეები ბევრია, ჯერ ერთი ძალიან ბევრს მუშაობ ახალ სიმღერებზე, კიდე ახალი ალბომი ჩაწერო. კი, აუცილებლად ახალი ალბომის გამოშვება მინდა რა, შემოქმედებითად მე ძალიან კარგად ვწვევ თავს, ვიწვი, აბსოლუტურად ვიწვი შემოქმედებითად და სანამ რომ მიწვიან ჭირდები მსმენელს მაყურებელს, მე ყოველთვის ახალ-ახალს გავაკეთებ და მივაწოდებ. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ხალბატონ მანანა და ახლა თქვენ რომ აქედან უსიმღეროთ ვერ წახვალთ. ხო იცით რომ ეს ვთქვათ ერთგვარი ის არის რა ქვია თქვენი ვალდებულება. მაგრამ რაღაც მინდა გთხოვოთ. სანამ იმღერებთ, თქვენ თვითონ თქვით რა სიმღერაა ეს. თქვენ თვითონ თქვით რომ ამ სიმღერას პირველად მღერით ექსკლუზიურად რო არ დაიწყოს მე ზოგიერთმა ჟურნალ გაზეთმა ჯერ ჩვენთან იმღერაო, ჯერ გაზეთში როგორ უნდა იმღერონ, მაგრამ ზოგიერთი წერს ხოლმე ამას. ერთ-ერთმა ჟურნალმა დამაბრალა რომ ოთარ ტატიშვილმა თქვაო რომ ექსკლუზიურად ჩემთან შესრულდა ეს სიმღერა და როგორო ჩვენ ვიყავით პირველიო ჟურნალმა. ჟურნალ. თქვით თქვენ თვითონ რომ ეს არის ექსკლუზივი, თქვენ მაინც დაგიჯერებენ, იმედი მაქვს თქვენ უფრო დიდ პატივს გცემენ. ეს სიმღერა ეკუთვნის რუსამ მორჩილაძეს და ირინე სარიკიძის ლექსია. გავადრო ესე ქვია სიმღერას, ესეთი ცოტა ტემპიანი. ძალიან კარგი. და სხვათაშორის პირველად ვასრულებ ამ სიმღერას, ჩაწერილი მაქვს, გავაკეთე კარგა ხნის წინ, მაგრამ რატომღაც ვინახავდი ამ სიმღერას ექსკლუზივისთვის. თქვენთვის. მანანა თოდაძე, ხო? მანანა თოდაძე, ხო?
დიდი მადლობა ქალბატონო მანანა. მადლობა რომ მოგზანდით, მადლობა რომ შეგვისრულეთ ეს არაჩვეულებრივი სიმღერა. მე კი ყველას შეგახსენებთ რომ 31 მაისს სოლო კონცერტი ქალბატონი მანანასი ჩატარდება და რა ვიცი, გელით ყველას. გელოდები. მანანა თოდაძე, დიდი მადლობა. გადაცემის შემდეგი რუბრიკა გახლავთ ჩემ გარშემო ვინც უმუშევარი და უსაქმურია, ყველა ამ გადაცემას უყურებს. რუბრიკის სტუმრები არიან იმედის დღის წამყვანები, გთხოვთ. დიდი მადლობა რომ მობრძანდით. დიდი მადლობა. მადლობთ თქვენ რომ მოგვიწვიეთ. გილოცავთ ეთერში გასვლას. მოგესალმებით, რამდენი ხანია სტუდიაში არ ყოფილა. რა უკვე ბოლოს როდის იყავი გახსოვს? ბუნდონად მახსოვს. და ისთვის იყავი ზურა? ეგეც ბუნდონად მახსოვს და რა ხტავარია? ბევრ გოგონასთან ერთად ვიყავი. რა გააკეთეო, გახსოვსო? რა გავაკეთე, ესეც მახსოვს, მაგრამ რა არ გავაკეთე, ის უფრო მწარედ მახსოვს. და რა საპირებდი ამისთანაც? რა ხტავარია, გოგონებთან ერთად ვიყავი, ეს მახსოვს და ახლაც გოგონებთან ერთად ხარ, ხო, მაგის კაცი დავიმატე, რა ხტავარია. მაგის თქვა მინდოდა, იცი როგორ რომ მე თავიდან რომ შემოხვედით. ხო, ეხა შენ სამქალთან ერთად შენი ნახვა არ მიყვარს. ჩვეულებრივ მოვლენაა. მე ვიფიქრე ეს ნუხაძე ჟანელიძე როგორ შეცვლილა თქო. მეც დიეტაზე ვიყავი დავიკელი ორი. ხო, და ასე უცებ რა შვებით ხა რა არის ახალი თუ ეს ეხა ყოველდღე ვერ გიყურებთ, მაგრამ მე ჩვენ გიყურებთ ყოველდღეს, მაგრამ რა ვქნათ? თქვენ ყოველდღე ხართ, ეგ პრივილეგია გაქვთ. თავარი არ არის გიყურე ყოველდღე. თავარია უყურე განსაკუთრებულად კარგ გადაცემებს, რომ კარგად დაგამახსოვრდეთ. ხო, მაგრამ ამისათვის ყოველდღე უნდა გვიყურო, რომ გარკვე რომელია ვიღაც განსაკუთრებული. გირჩევს, რომ რომელიღაც იყო კარგიო და შეგვიძლია ამერჩი. ამიტომ ყოველდღე უნდა გიყუროთ. ხო, არა, მე გიყურებ ყოველ კვირას გამოგიჩნდა. შენ კარგი ბიჭი იყავი ყოველთვის, გმადლობთ. ისე ხართ სამი ძირითადი წამყვანი, ხო? თაკო და ლევანი არიან თანაწამყვანები. ესე იგი ანუნა, ნინუცა და ზურაბი. ზურაბი არ უხდება ანუნას და ნინუცას და მოდი შენ რო იყოს ზუტატო. არა, ჩვენ გვაქვს ესეთი ბიძგომა. ზუკა არა, ანუნა, ნინუცა, ზუკა, კონ ზუტატო. ზუკიკი რაღაცა ცოტა ისეთი რა ზუკა, ზუკიკი, კაია. ზუკიკი იყავი, კარგი. ზუკიკი იყავი დღეიდან. მადლობთ. ნატლია ჩემი ოტიკუნა. ჩემი ნაპლული ზუკიკი. რა მაგარია, ნინუცა, შენ ხარ ცნობილი ავტომბრბოლელი. მითხარი როგორ მანქანა ხო ყავს? რა თქმა ამ უნდა. კინოსტუდიის ეზოში რო შემოდიხარ, არ იტანჯები ყოველდღე? იცი რა, თან დავდივარ აი კინოსტუდიის ეზოდან თქვენი პავილიონი უნდა გავიარო, რომ ეს აურა დადებითი წავიღო ხოლმე და ჩემი აურა, თქვენი აურა მონტაჟდება და მე კარგად გავდივართ ეთერში. იზაურა. რა, ბევრი ორი ეთერში იზაურა. თქვენი აურა, ჩემი აურა ეთერში გამოდის. იზაურა, პოეტი კაცი ხარ. სასწაული. გასაკანი არ მაქვს და. გასახანი აწი ხო მოგეცემა კაც რას ლაბარაკო. ისეთი მართლა შესანიშნავი თანაწამყვანები მყავს. სიმღერა გინდა სცენაზე? ერთი მეორეზე ჩვენ უკეთესი. მუხტს ვაძლევთ და კი, რა თქმა უნდა. შენ ხარ ყველაზე კარგი დღეში. სცენაზე გინდა და ულამაზეს ქალებთან ერთად ღერი ჩემო კარგო ნიჭიერებთან. ტელევიზიაში ხარ პირდაპირ ეთერში ყოველდღე და ულამაზეს ქალებთან ერთად, პროსტაც ლევან როგორ მოხდა არ ვიცი რა ამ სიტუაციაში. არა, ნუ ლევანი არის. რაშიაც მართლა ბედს არ უჩივი და რაშიდაც აბსოლუტურად გეთანხმები ეს. ეს არის ლევანი. ეს არის ლევანი, ნამდვილად. გენდერული უთანასწორობის მსხვერპლი იქნებოდა. თაკო დაიცავი ლევანი. ჩემგან უხერხულია. არა, მართლა უხერხული ხდება უკვე. თაკო შენ ჩართვებზე ხარ ხო ძირითადად და ჩაგვერთი აქაც ძალიან გთხოვ თქვი რამე. ლევანზე მაინც თქვი რამე. გავათამაშებ რამე სამასობაში მე ხო, შენ ვიქტორინა მიყავს ხოლმე. აი ეს არაჩვეულებრივი ჭიქები თამაშდება, ესე იგი ამ სტუდიიდან. მოიცა ერთი წუთი გენაცვალე რა, ჭიქები გაათამაშე, შენი გადაცემა. ჭიქები. ეს არის დამოუკიდებელი სტუდია ღამის შოუს ჭიქები ძალიან მირთვით. ფათაშორის მე მახსოვს რამდენი ვიწვალეთ აი ამ ჭიქების მაშინ რა ქვია პოვნაში. კარგი, მომიყევით ახლა სტუმრები რომ მოდიან ხოლმე, როგორ არჩევთ ამას ყველაფერს, თემას ვინ არჩევს? ერთად, ერთობლივი მუშაობის შედეგია. არის შემთხვევები, როდესაც პროდიუსერები არჩევენ, თავაზობენ და ჩვენ რაღაც ჩვენს იდეებს ვამატებთ,
განვრცობა მის და ასე შემდეგ. არის შემთხვევები, როდესაც ვთქვათ, რომელიღაცა კონკრეტული წამყვანის ინიციატივა. საერთოდ პროცესში ვართ, ფეხს ვიდგამთ და ამიტომ შერეული პირდაპირ ვერ გეკითხება, ხა აინტერესებს, როდის დამპატიჟებო? როდის დამპატიჟებ? აი, როცა რადიოს გვერდებს გამართა, მე შემიძლია გაგიჭირო რეკომენდაცია პროდიუსერებთან და თუ წამყვანები დამთანხმდნენ. აი, მე პირდაპირ მითხარი და მოგიყვან. არ უნდა ამდენი გართულებაა. სირთულე რა იყო? ერთხელ დარეკა თქვენმა პროდიუსერმა რომ მინდა მოვიდენ შენთანო და მოხვედით და მე რატომ ჭირდება ამდენი? შენ გინდა თქვა რომ პროდიუსერმა დარეკა? რა თქმა უნდა. ვიტყუები? არ ვიტყუები. სხვათა შორის თიკუნა. ლევანი თქვენი. თიკუნა. იცით რომ მოღალატეა? პროფესიით თუ ისე ჰობი აქვს? ზოგადად ყველანაირად მოღალატეა. მაგ საქმიანობას მოვეში ოფიციალურად განვაცხადებ ერისა და ხალხის წინაშე. ვის უღალატა? ვიდეო ვნახოთ? ნახოთ. ვიდეო გავუშვათ? ვიდეო გავუშვათ? ღალატი ყველას შეუძლია, სამშობლოს ღალატი კი ერთეულების ხვედრია. აქ ოდნავი მოდუნებაც საბედისწეროა. გამარჯვებულზე მთელი საქართველო ილაპარაკებს. მაგას გაუხლა თავი. მაგარაც გააკეთა კაცი, მაგას გააკეთებდა. ეგარა კაცი ეგარა და ამ პროექტში მონაწილეობის მიღება იმიტომ გადავწყვიტე, რომ ხალხში საკმაოდ დიდი გამოცდილება გამაჩნია და ამ რეალიტი შოუშიც სწორედაც მე ვიქნები დამარცხებული. ბავშვობიდან მქონდა ღალატის ნიჭი. სკოლაში როცა მივიდოდი ფასტის შატალერზე, მე ჩუმად უკან ბრუნდებოდი და დირექტორს ვეუბნებოდი ამის შესახებ და დარწმუნებული ვარ, რომ ამ პროექტში მე გავიმარჯვებ ღალატის საშუალებით. აჩვენეთ ეს ხალხი მსოფლიოს და საქართველო აღარ იქნება. გამარჯვებულს გამოავლენს ობიექტური ჟიური. კეთი ორჯონიკიძე, ბიძინა მახარაძე, ნიკა წულუკიძე და გეგა ხალავანდი. ყველაზე არაეროვნული პროექტი, რეალური შოუ საქართველოს მოღალატე. გაყიდე საქართველო და მოიგე ჰუნდაი გეცი. გადაცემის მხარდამჭერია მოსკოვი, რუსეთის დედაქალაქი. მალე საქართველოს მოღალატე იმედის არის. ჩაეცი ზურგში რახვარი საკუთარ ქვეყანას. მოღალატე მოღარა როგორ ძინავს იმართლე ბალღოთავი. ახსნა განმარტებას ითხოვს შენი თითოეული თანამშრომელი. ძალიან ბევრისთვის არის ცნობილი ერთი ამბავი, თქვენ ვიცი რომ მოგეპოვებათ სიუჟეტი ამაზეც, თუ რა პროფესია შევიძნე მე აი ამ ყველაფრის შემდეგ. თხოვთ, ეგეც აჩვენეთ ხან თორე რა ვიცი რა წამი. შენ ამაზე აგეჯერ პასუხი და მე ეს ჩემი დანაშაული გამოვისყიდი არა მარტო საქართველოს წინაშე, არამედ სამყაროს წინაშე. სამყარომა გადარჩენილი არა ერთხელ. ნამდვილად. რითი? სუპერ გმირი ვარ, ეგ სუდა დავიწყდა. ინფორმაცია აღარა. აი ეს ყველა ცუც ხედავთ კარგად და კარგ საერთოდ არის. საბავია, მე კარგი მზეს უმზირა და ერთი რო გაგიმძახებს. არა, მე უფრო სამყარო მეწოდება ამის გადასარჩენი რო გახდა. აი ლევანდელი სიტუაცია. კარგი, შენს კი რა ხდება ახლა შენ მითხარი ახალი. საიტყარის მეკითხები. თაგო ჩაგვერთე ხოლმე რა ძალიან. მე მინდა თაგო ჩაგვერთო. ჩართვებზე თუ ხარ ჩაგვერთე ძალიან ხო. კარგი, ჩაგერთე. შენს კი რა ხდება მითხარი? ჩემგან არაფერი, ვემზადები ხოლმე გადაცემებისთვის, მე ვერთვები ხოლმე სტუდიაში. ამათ? ვარ ეს საქმეში და და რაში მდგომარეობს ეს შენი ჩართვები? თემა რომელიც იქნება ხოლმე აღებული, იმ თემატურად ვერთვები ხოლმე, თქვათ, სხვა ადგილებიდან. კი. კარგი ნახავს, სხვა ადგილიდან. თემატურად ვერთვები ხოლმე? ჩვენ ერთი გუნდი ვართ, ეგრე ხომ არ არის? შენსკენ რა ხდება? ჩემსკენ რა ხდება და ხა ჩემი გოგონების გამოცდილება, შეხმატკილებულობა რაც გვაქვს, ესე იგი ანსამბლში მინდა გადმოვიტანო ჩვენს გუნდში და ეს შეხმატკილებულობა იყოს მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ხმებზე მღერით იქაც და ზოგი ვერ მღერის ჩვენ შემთხვევაში ამ შემთხვევაში გვინდა რომ რაღაცა ესე ლამაზად სხვადასხვა ფერები შევერთოთ ერთმანეთს და თლიანობაში მაყურებლისთვის საინტერესო იყოს ყველაზე სერიოზული პასუხი გავეცი რაც კი ცხოვრებაში განიცია მქონი და არ მომეწონა სასტიკად ავიდან ხორი მქონდეს ყველანაირად და სულელურიც ნუ ახლა რამდენადაც სერიოზული იმდენად სულელური კარგი ახლა დღეს სანამ თქვენ აი როგორც შენ თქვი ასე ძალიან ბრძნულად და სასაცილოდ ამ ფერებს გაერთიანებთ და ერთად რაღაცას მოიფიქრებთ მარტო შენ ხო არ გვიმღერებდი რამეს
ნუ სხვა გზა თუ არ არის, ჯერჯერობით ვერ მოვასწარით ესე იგი სხვადასხვა სიმღერების გაკეთება. ხო, მარტო შენი სიმღერა მე მოსმენელი მაქვს მხოლოდ სუფრასთან. ამაშია საქმე. და არ არის ეს საკმარის როგორც ვატყობ და მაშინ ესე სიმართლე რომ გითხრა ეს მარტო რომ ღერის სიმართლე რომ გითხრა აი ჩამერთო თაკო მარტო არა ხო ნუ მაშინ სუფრის თემა უნდა განვავრცო ისევე და თან ამ ბოლო დროს რაღაც ძალიან მოდაში შემოვიდა თურქული ასე ვთქვათ თურქული მოდა თურქული სიმღერების ეჭვი მაქვს რომ მოდაში შემოვა და მინდა ყველას დავასწრო და პირველი მე შევასრულო ექსკლუზივი თქვენ შოუში ამათონ
სადიპოვე ეს სიმღერა. სადიპოვე ეს სიმღერა. მე გავიდე იახში რაც კარგია, ეს კარგია. ვოდკა ეს თარგმანი არ ჭირდება, შადაფ იყო და ვისაკეტინებდი. შადაფ იყო თუ შარაფ? არა, შადაფ ეს ჩვენ გადაცემაში შეიძლება აქტუალური გახდეს სექტემბერი, მაგრამ იყო შარაფი. რაზეა, მითხარი ეს რა? აბა თუ გამოიცნობ ეს ტექსტი არის შარაფი, ვოდკა, რაკ. იახში გეყო? შარაფი, ვოდკა, რაკ. სერვიორუმ, ზარხოში, სერვიორუმ. ციროზეა? ვოდკა, შარაფ, რაკ. სერვიორუმ, ციროზზე ყოფილი. რაკ არა, რაკ. სეროზე ნუ არ ვიცი, შემდგომ პერიოდს თუ ჩავთვლით შეიძლება. კი ბატონო, იყო სეროზე, ჯანდაბას პირველი კაცი ვიქნებ, ვინც სეროზე იმღერა. ეს უძველესი სიმღერა, ჩემი არ არის მართლა არ და. ეს ბატონმა ვახტანგ კიგავიძემ იმღერას ფილმში ორერას სრულის. შენი სიმღერა რო არ არის, ვიცი. მივხვდით ეს. შენ სიმღერების წერა არ შეგიძლია, ეს ყველამ ვიცით. ვინ გითხრა რომ არ შემიძლია უბრალოდ უბრალოდ მორიდებული. უბრალოდ თაკო ჩაგვერთე. ჩამერთე თაკო. დრო არ რჩება მას. აუდიო რეკლამაზე. ლოგიკური. ჩაგერთე მადლობა. კარგი, მოკლედ წარმატებას გისურვებთ მე თქვენ ყველას. გრძლად გვისურვე. გრძლად გისურვებთ წარმატებას. მინდა რომ იყოთ ძალიან წარმატებული ადამიანები, თქვენი გადაცემა იყოს ამ ხრივ ვამბობ, ამ კუთხით, რომ ბევრი მაყურებელი ყავდეთ. მართლა გულშემატკივრობთ, ყველაფერს რო თავი დავანებოთ. არ ვიყურებ, მაგრამ გულშემატკივრობ. ძალიან გულშემატკივრობთ. ყოველთვის არ ვიყურებ. ყოველთვის ვერ ჩაგვერთეთ აკო, ყოველთვის? ყოველთვის ვერ ახერხებთ რომ უყუროთ. დრო არ არის, აქაც დროის ამბავია. ჩართოს. თაკო უნდა მომეწვია მარტო რა. გექნება შენ ამის დრო შეგცა ჩართო. ყველაფერს რო თავი დავანებოთ, 200 წელია გიცნობ. დიახ. არა და კარგად გამოიყურებთ თვითონ. ორივე ფანტასტიკურად 200 წელი. ის ბავში მოღალატე იყო და იქიდან ვიცნობ და მოკლედ თქვენ არა, ნო, თან წვერი რომ გაიპარსა, ეგ უნდა ვერ ვიცნობდი. ხო? არა, მინდა გითხრათ რომ ეს სიუჟეტი იყო, არ ვიცი, აი ალბათ ყველაზე ერთ-ერთი, მაგრამ ნუ ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სიუჟეტი. მოკლედ დიდი მადლობა. გაიხარეთ ხალხო და პირიქით დიდი მადლობა. უსურვებთ წარმატებას იმედის დღეს წამყვანები იყვნენ ჩვენი სტუმრები. გადაცემის შემდეგი რუბრიკა გახლავთ სააკაშვილის ყოფილი და ივანიშვილის მოქმედი მეგობარი. რუბრიკის სტუმარია შალვა რამიშვილი. ძალიან მაგარი იყო. წყალი ცოტა ხა აღიდგინე ცოტა ენერგია. ამოისუნთქე. რაღაც უკეთესი სტუდია მახსოვს ეთერში. ადრე. წინა ხელისუფლების დროს და სეკვესტრი შეგეხოთ? სეკვესტრი შეგვეხო. ვანო სადიჯდა, რომელ ადგილზე იჯდა მერაბიშვილი. აი აქ, სადაც იჯდა. ანუ ასე ვისაუბროთ, შალვა? აი, ჯანდაბას ვანოს. კარგი, მოდი, დაჯექი. იმის მერე წმინდავენ ხოლმე ამას, წმინდა. კი არ არის. მიირთვი, წყალი მიირთვი. ჩვენ შეგვიძლია ესე თქვენც მიირთვი წყალი, კი ბატონო, მეც ჯანდაბას თქვენ თავს, კაი? აჰა. კი ბატონო. შალვა, ძალიან ესეთი სტუმარი ხარ ჩვენთვის. როგორი? საოცნებო. დიდი ხანია გვინდოდა რა. აი, არ გინახ ჯაბაზარი. იმიტომ რომ ეგრე არ არის. რატომ? არა, მაგას დაუბრუნდებით. კაი, მაშინ არაორდინალური პიროვნება ხარ.
ეს თავისთავად ცხადია. მე შევთანხმდეთ, რომ ჩვენ ობიექტურ ჭეშმარიტებებზე არ ვისაუბროთ. კი ბატონო. ხო, ვილაპარაკოთ საქმეზე, რომ ხალხი გავაცოთ რა ხა. კი ბატონო, საქმეზე ვისაუბროთ. კი გენაცვალე, ობიექტურ ჭეშმარიტებაზე არ ვისაუბროთ, ვისაუბროთ საქმეზე. როგორია შალვარამიშვილის საჭესთან? არანაირი. ქვეყნის საჭესთან ჯერ ადრეა და არც მინდა ჯერჯერობით და ავტომობილი არ მყავს, იმიტომ რომ მართვა არ ვიცი. არ ვიცი. ბავშვობაში სვანეთში ვისვენებდი და გეოლოგიურ ექსპედიციაში, ჩემი მშობლები იყვნენ გეოლოგიურ ექსპედიციაში და ერთადერთი გართობა იყო, რომ ჩამკეტავდნენ სატვირთო მანქანის კაბინაში. და იქ მახსოვს როგორ ვიყავი საჭესთან. ეგეთი ვიყავი, არ მიდიოდა მანქანა. საინტერესოა. ერთ შეკითხვა მაქვს შენთან. ორი იყოს. ჭეშმარიტ ობიექტურობაზე არ გვინდა, მაგრამ მაინც მაინტერესებს, იმიტომ რომ ხო იცი, ყოველთვის კრიტიკოსებს არაფერი არ გამოლებს ამ ქვეყანაში. არ ხმა. მოგეხსენება. ესე იგი, აი შენ ახსენე, გამახსენე ვანო მერაბიშვილი რომ ყავდა სტუმრად. კი. მაშინ ძალიან ესეთი კრიტიკის ქარცეცხლში გამატარეს. კი. მეც მათ შორის. ნუ კი, მათ შორის შენს, მაგასაც დაუბრუნდები. მე მყავდა სტუმრად ოცნების მაჟორიტარი დეპუტატები. ვერ ისყიდის ეს. ხო, ვერ ისყიდის, არა, გითხრა და მაგაზეც მიჩივლეს მე ნაციონალურმა მოძრაობამ. ეგ ახერმოძი როა? ბატონო? ახერმოძი. ახერმოძი. ახარი ეროვნული მოძრაობა. ახერმოძი. მე ახერმოძი მიჩივლეს. ახერმოძმა გიჩივლა. ახერმოძმა მიჩივლა. რაში გიჩივლა? კი ბატონო, რომ რატომ მოიწვიაო ესენიო, უნდა მოეწვიეთ მაშინ ჩვენцо. მე მყავდა ჩემო ბატონო ვახტანგ რჩეულიშვილი და მიჩივლა დაზარალებულ მენაშენეთა ასოციაციამ. და მე მაინტერესებს, აი შენი სტუმრობის მერე ვინ მიჩივლებს? როგორ გონია? ყველა ერთად მე მგონი. ანუ მენაშენეები ყველა ახერმოძიც ოცნების გარდა ყველა. ოცნების გარდა ყველა მიჩივლებს. იცი ვინ გიჩივლებს, ახლა ძალიან ესეთი ხუმრობა უნდა თქვა. მათ ვისაც არ მოსწონთ ხარისხიანი იუმორი. ისინი გიჩივლებენ. რატომ მოასმენინე, როგორც იქნა ხარისხიანი იუმორი? შენს გადაცემა. აქამდე სადიყავით, ბატონო. კი ბატონო, ანუ ველოდო აი ამათ. აუცილებლად. ესე ძალიან სასტიკი ხალხია სხვა შორის, იმიტომ რომ დღეს ამ ხალხმა დაარბია ხარისხიანი იუმორი ვარ ევასებად, დაარბია LGBT თემის, ვერ დაარბია, მაგრამ ჰქონდა ცდელობა დაერბია LGBT თემი. მთელი LGBT თემი 30 კაციან ბრბო და დაარბია ასე თქვათ აი ამ ის როგორი პონტია, იცი? სამკაციანი ბანდა. 20 ახერმოძელს რო უსტორდება საწოდავს. აი დაახლოებით ეგ ამბავი. სამკაციანი ბანდა. ბანდა, ორი კაცი, ერთი ქალი. კარგი, მეცხრე არხზე დაიწყე მუშაობა. კი, მე არის ესეთი. არის ასეთი. კი. არხი და მუშაობ შენ მასზე. კი. და მიყავს შუადღის შოუ. ყავს თანაწამყვანები. სხვათა შორის ძალიან მაღალი ხარისხით მე იუმორზე არ ვსაუბრობ მხოლოდ. ხო. ვიზუალური ხარისხიც ძალიან მაღალია. ჩვენ შენ ხუმრობა გქონდა, ეხლა წავიკითხე იქ ფურცელი სხვა შორის არ უნდა დატოვა არასოდეს ძველი ფურცლები ასე დაუხედავად. ხო, რატომ მითხარი შეიძლება გადააკეთონ და თავისად გამოიყენონ? არა, იცი რატომ მე გეტყვი რა? ეხლა იმიტომ რომ შეიძლება ვისაც გონია რომ შენ ხუმრობ, შეიძლება ეგონოს რომ ეს იმპროვიზაციულად ხუმრობ და ჯანდაბას. ხო. მაგრამ როცა ეს წერია, უკვე სერიოზულია. ხო, უარესი. ეს უკვე დანაშაულია. აქედან გამომდინარე. რა ეწერა ამისთანო? ეწერა რომ მეცხრე არხმა აიღო გრანტი და გაჭირებულს ქვა აღმართში მიეწიაო. ამ გრანტით გავაუმჯობესეთ ჩვენ მაუწყებლობა. ძალიან კარგი. და ხარისხი. ხო აიღეთ ეს გრანტი? ავიღეთ რა ვქნა. ხო გააუმჯობესეთ? ჯერჯერობით. გააუმჯობესეთ. ხალხმაც ხო იცინა. გინა ფურცელზე ეწეროს და გინა რა იმაში რა ქვია, რადიოში თქვა. რა მნიშვნელობა აქვს ამას? მე სხვა რამეს გეკითხები, შალვა. ხო. ესე იგი, კარგი ხარისხი გაქვთ ხო? კარგი. მე როგორც ექიმი, მე ვაკვირდები ამას. გადაცემებს აკვირდები? ყველაფერს კი, რა თქმა უნდა. შეჩანაწერს ნახულობ? რა თქმა უნდა. ნახულობ. არ უნდა ვნახო? არა. ხო. შენ ჩანაწერსაც ვნახულობ, ჩემ ჩანაწერსაც ვნახულობ, პირდაპირ ეთერშიც უყურებ ბარსელონას განადგურებას. სხვა ჩანაწერები არ ნახო შენ, ეხლა რა ცელდება. ეგ არის თავატორი. ამ ჩანაწერებს უყურე. კი, არის კარგი ხარისხია, ოთარ. ხო, ერთ-ერთ კონსტრუქციულად მაგარი. კი, რა თქმა უნდა, კარგი ხარისხია, ოთარ. ერთ-ერთ თქვენ თქვა სტუმარს უყურე. რომელს? არ მინდა ეხლა თქვა, მე რა გეტყვი ეთერს მიღმა. იმიტომ რომ ვიცი რა, აუცილებლად ექიმთან უნდა მივიდეს. იმიტომ რომ ისეთი კარგია თქვენი ხარისხი, რომ მე შევამჩნია საძილე არტერიის სტენოზე. მარცხენა მხარეს. მარცხენა მხარეს, შენგან მარცხენა და სინამდვილეში კამერა სარკისებურად მარჯვენა. მარჯვენა უფრო რთულია სტენოზი, იმიტომ რომ ტრახიკარდიას იწვევს მე მგონი. ხო. მედიცინაც იცი შენ. დაახლოებით და რა ვქნათ ესე იგი, რა გავაკეთოთ? დავუძახოთ მას შენთან ამ ხარისში ვერაფერს ვერ შეამჩნევს და იჯდეს აქ ჯამთელად. არა!
არ არის პაუზებში მუსიკა. როცაუდაჩნა არ ხუმრობ, რატო არ არის მუსიკა? იცი რატო? იმიტომ რომ აქამდე udაჩნა არ ხუმრობდა არავინ და ვერ გამოვიყენე. აცი დამ. აცი შალვასთვის ერთი დამ. მიდით. წავიდა. აჰა, არაჩვეულებრივ. გზად იყავით, იმიტომ რომ შეიძლება ნებისმიერ წვამს და წუთში დაგჭირდეს ეს თქვენი, ისა რა ქვია, ტიხარი, განსაკუთრებით შალვას ხუმრობებზე, აბა მე სად ვიცი ხუმრობა. არა, ეგრეც არ არის. ესე იგი, ხო, ანუ ეს კარგი მე დაგეგებ, ეს დამიგეგა მე მომავალში, ამას მე გადავაქცევ ტრადიციად. აუცილებლად. კარგი, შენ ახ თქვი რომ მეცო შენზე რაღაცა ვთქვიო, მე მადლობა მინდა გითხრა, იმიტომ რომ შენ სადღაც დაგიწერია ჩემზე რომ არიო საშუალო ნიჭის იუმორისტიო. მე ძალიან მადლობელი ვარ და რატო გეტყვი? იმიტომ რომ აქამდე შენს გარდა ჩემთან მიმართებაში სიტყვა ნიჭი არავის უხსენებია. ახლა? არავის, არა, დედაჩემს და მამაჩემს არ უგულისხმობ ახლა. არა, რაც ამბობ. ხო, მე მახსოვს ჩვენი თამაში, კავენის დავით გოგიჩაშვილსაც ახსოვს კარგად, კოზანოს და ერქვა თქვენ გუნდს. დიახ. ჩვენ ვიყავით უნივერსიტეტი. პატარა ვირტუოზები. უნივერსიტეტი ვიყავით და მახსოვს და ძალიან ნიჭიერად გამოდიოდი მაშინ. მას შემდეგ ხანგრძლივმა დრომ გამლო, მე ვერ ვიტყოდი რომ ეს ნიჭი არის დაკარგული. გმადლობთ. დან. ეს ხუმრობა იყო. დან. რა კარგი ხუმრობა იყო. დიდი მადლობა. შალვა, დაბალი ნიჭის ვინ არის და მაღალი? ეგ ხო გავარკვიეთ უკვე. მაღალი შენ, გასაგები. არა. მაღალი და დაბალი ვინ არის? გავარკვიეთ ამ ქვეყანაში. ხო. მაღალი ნიჭი გადაბდა და დაბალი გამაღლდა. ნიჭი, აი სრულიად უნიჭო ვინ არის? სრულიად უნიჭო საქართველოში ვინ არის სრულიად უნიჭო? ყავდა სტუმრად ახერმოძელი ვანო. რომელმაც ძალიან უნიჭოდ იხუმრა. ახერმოძელი. ახალი ეროვნული მოძრაობა. ახერმოძი, თვითონ ეგრე დაერქვა. კი ბატონო. ახერმოძი. კი ბატონო. ეს არის ჩემზე სრულიად უნიჭო ადამიანი, იმიტომ რომ თუ გახსოვს შენ არჩევნების წინ არ ვიცი უყურებდი თუ არა შენ ოპოზიციურ ტელევიზიას. როგორ არ უყურებდი? ანუ არ იყო საკრძალული აქ. თვალით უყურებდი. ჩემთვის? საერთოდ აქ. შენთვის უკაცრავად შემეშალა. ეს სატელევიზიაა? ხო. ალ-ჯაზირა. ალ-ჯაზირაში იყო ეს ჩანაწერები. ხო და იქ იძახდა ვაშლის გაყიდვაზე. თუ გახსოვს 10-ჯერ. ჩემი წინაპრები იყვნენ ვაშლის გამყიდველები და ამას ატრიალები და 10-ზე. ან ძალიან ნიჭიერი უნდა იყოს რომ გააკეთო. ხო იცი ამ იუმორისტებში როგორი თემაა რომ შიშტერი რომ გააკეთო, უნდა იყო ან მართლა შტერი. ან ძალიან ნიჭიერი. საშუალო ტიპი რო არის ვერ გააკეთე. ან ამ სიშტერის მიღმა რაღაც სიბძნე უნდა იდოს, ხო? ამას გულისხმობ. ეგ თითქმის გამორიცხული აქვს შენ შემთხვევაში და დავწუნდი რომ ეს ადამიანი არის ესეთი როგორც შენ, სრულიად უნიჭო. გასაგებია და ყველაზე ნიჭიერზე შევთანხმდით. არა, ვერ შევთანხმდით. ნუ შევთანხმდით? მე მაქვს რაღაც ჩემი მოსაზრებები. დავიმორცხე. ხო. იცი როგორ უნდა გეთქვა? მე არ მინდა ჩემ თავზე ლაპარაკი. მე არ მინდა ჩემ თავზე, ამის მერე რომ სულ საკუთარ თავზე ლაპარაკო. არ მინდა ჩემ თავზე ლაპარაკი. კარგი, ისე როგორ ხარ? ცოტა მოსუქებულ ხარ. ეს კიდე გავხდი. გახდი კიდე. აი რაც ვიცეკვე, ახლა გავხდი. აი გავხდი. მეც მასე გავხდი. სხვადასხვის ცეკვით ძირითადად გავხდი, მაგრამ ბოლოს რო გნახე, შეიძლება დიდი ხანი ასე არ მინახი ხარ პირადად. მართლა არ მეჩვენები მომატებულად? ხო, არა, გავხდი რაღაცნაირად მე საკუთარ თავში თავაგონე რომ მოვადრო როცა ოთარი დამპატიჟებს საკუთარ შოუში და მის მშვენიერ სავარძელში რომ დავჯდები, უნდა კარგად გამოვიყურებოდა თქო და მე მგონი მივახციებ. დიდი მადლობა. თანაც შენ თანაწამყვანებს დაუბრუნდეთ. ძირითადად გოგოები ყავს თანაწამყვანები. ძირითადად არა, სულ გოგოები. ხო და ზოგჯერ არ გინახავ მე რომ აი გაუშვა სტუდიიდან რომ დაიწყებს ხალი ლაპარაკს აი როგორც მე რუსკა მიშლის ხოლმე ნერვებს ასე არ გიშლია არა იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს სტროგად რეგლამენტირებული სტროგი გვაქვს ანუ აი თამაში ხო წერია ჯოკერს თამაშობს რომ ეგ სტუდია დავაწერეთ ზოგი დავაწერეთ ეგ სტროგი და ყველას გვაქვს რეგლამენტირებულად რა ყველას გვაქვს რეგლამენტირებულად და ამიტომ აპარაკობენ ჯერჯერობით პრობლემები არ ყოფილა რა ესე იგი მე ვერ თამაშობ სტროგის რატო იმიტომ რომ სუმეტლიკინება. მართლა? ვინ? რუსკა. სად არის? აბა ვინ არის რუსკა? არ იცნობ? არ არის. რუსკა მოდი. სად ახარ? მოდის. გამარჯობა. მუსიკით არ შემოდიან ხოლმე? არა, მე უკვე მუსიკით აღარ მიშვებენ. აი შალვას ნახო რომ გინდა. შეიძლება? კი რა თქმა უნდა. როგორ ახარ შალვა? კარგად. აშვები. რუსკა მაყაშვილი. ვითომ არ იცის? რუსკა მაყაშვილი. თავადის შვილი. თავადი მაყაშვილი. როგორ ახარ? კარგად. იცი რა, კარგად. მე მაქვს შენთან ერთი სათხოვარი. სათხოვარი იყოს. ხო და იმედი მაქვს რომ ეს მანდილოსანს უარს არ ეტყვი. ზანეთ.
არ მეტყვი ვარს? არა. არა? არა. და რა იცი რას გთავაზო? რა უნდა მთხოვე ხა ეთერში პირდაპირ. სალგაკ მაგის დუხი რომ ისეთი ავე მთხოვო რომ უარი გითხრა. ჩამძვრა. არ მაგის იცი რა მაგის დუხ ძალით არ ვიქონიებ. რუსკა ეხა რაც არ უნდა თქვა, ეხლა შედიხარ შენ იუმორისტულ სტუპორში. ანუ რაც არ უნდა თქვა, ვეღარ ანუ ცოტა ხანი უნდა ამოისუნთქო და ჯერ ტაქტიკურად გადავიდეთ ამ კაცზე და მერე ჩაერთე და გამოვიდეს კაიშვით. სხვათა შორის სტუპორიდან კომამდე სულ რაღაც სამი ნაბიჯია. ექიმია დაუჯერე. შუტკებისთვის აქ ვარ. მოკლედ რაღაც თხოვნა მაქვს და უნდა ამისრულო რა და დუხებზე მე შეუსრულე ეს თხოვნა რა მოგივიდა. გისრული და მეტი აგავ. ჩადე ჭიქა. აი თუ არა აქვს დუხი და ჭიქა. იმასთან არის დაკავშირებული და ჭიქა არ უნდა მეჭიროს. არა. ეს დაიმაგრე. დაწუნებული ხარ რომ დავიმაგრო რა? ამაში დარწმუნებული ხარ? იოცნებე, შალვა, იოცნებე. დამომყევი თუ შეიძლება. ვიცეკოთ? ხო. ვიდით? ჯიბეში ჩაიდე, შალვა, ჯიბეში. ცეკვავს გამახსენდა ეხა ვინ არის რუსკა? ხო. გამახსენდა ეხა. გამახსენდა? როგორც კი ცაცეკვა ვილეთი გააკეთა მე გამახსენდა რომ კარგად ცეკვავს, მაგრამ მისი ცეკვა უკვე იმდენ გადაცემაში მათ შორის სამეურნეო მექანიზმის სიაქენი პრობლემებიც არის, რომ დაუძახე ვიღაც სხვას რომ მისი ცეკვა ვანახოთ, გაიგე და კარგი ჯანდაბას მერე იყოს. აი, მოვიდა. მოვიდა. აბა დაუგრა. მოდი თამუნა. აი ასე ამით ძვირფასოთელი მაყურებლებო ჩვენი გაცემა რა? მე ვეღარ სუნთქავ შალვა და კაი. ილაპარაკი არ დახვიდეო ძალიან. აი. აი. რა წერია შეცდომა? ამით ძვირფასოთელი მაყურებლებო ჩვენი გაცემა სრულდება. აჰა. საუკეთესო ნოტზე. შემშვიდობებით, როდის გადის შენი გაცემა? პარასკევს. კვირას. მომავალ კვირამდე! Oh